ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბანკის ხელმძღვანელობასთან, ვიცე-პრეზიდენტთან, სხვა მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან. ჩვენ განვიხილებთ ბანკის მიმდინარე საქმიანობა საქართველოში, ბანკი საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი კერძო სექტორში, კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით. გასული წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკრედიტების წელი ბანკისთვის და ზოგადად EBRD საქართველოში, ასე ვთქვათ, ერთსულ მოსახლეზე ქვეყნების მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელია სხვა, ასე ვთქვათ, ქვეყნებთან შედარებით რეგიონში. ამ მიმართულებით ბანკი განაგრძობს კერძო სექტორის დაკრედიტებას და ბანკის სრულელი ძალიან დიდია კერძო სექტორის განვითარებაში. ასევე შეხვედრები გავმართეთ ჩვენ საინვესტიციო ბანკებთან, სადაც განხილული იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ის მიზეზები, რამაც გამოიწვია აღნიშნული მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოში. ამ მიმართულებით საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში. საქართველოში ფიქსირდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იმ პირობებში, რომ სრულად არის შენარჩუნებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა, როგორც დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი, ასევე ვალის დაბალი მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი. შეხვედრები გაიმართა JP Morgan-ის, Bank of America-ს, Societe Generale-ის და Citi-ის საინვესტიციო ბანკებთან და მათ კლიენტებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდია დაინტერესება საქართველოს მიმართ, საქართველოს ეკონომიკის მიმართ და ამ მიმართულებით ძალიან ბევრმა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და მზაობა, რომ საქართველოსთან კიდევ უფრო აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა.